ეხა ერთი ისტორიას მოგიყვები, რამდენიმე დღის წინ მოხდა, აი 3-4 დღის წინანდელი ამბავია. გითხარი რომ საბურთალოზე ვცხოვრობ და დილავთენ ეხა. მესმის ეხა უცებ ესეთი ნიკუშ ვიღაცა ყვირის. თავიდან ხვეთი რომ ვერ მიხვდები რა სიძახია, რა სიტყვა ვერ გაარჩევ. მე მიხვდი რომ ვიღაცა ეძახის ნიკუშას. და ის კიდე ის ნიკუშა არ იხედება ჩემი ცოდვიცავსა და ეს კიდე არ ჩერდება ქვემოდან და ნიკუშ ყვირის. და ბოლოს იგი გააღვიძა. ნუ ყველა არ ვიცი, მე გამაღვიძა ნამდვილად და ბოლოს როგორც იქნა ნიკუშამ გამნა ხოძმა ეძახის ზემოდან. ხოძმა. შენა სათვალე დამჩა შენთან და ჩამომიგდე რა. ზისათვალე. 7 საათზე ხო? წინა დღეს დარჩა ღამე და გამოვიდა და სათვალის გარეშე ვერ გავა, ჭირდება და არა და იქ დარჩა და ხო არავა მე 7 სართულზე და ჩამომიგდა. ნუ ის ეთქობა ხა შევიდა გამიტე რაღაც პაუზა იყო და ეუბნება შენა რო გატყდეს ეს ქვემოდან ეუბნება შანსი არა არა თო გატყდება ხო და ეს ეუბნება თუ სწორად გადმოაგდებ არ გატყდება აი აქ უკვე იცი როგორ გამოფხიზ დივანო რომ აი ოღონდ გამაგებინა სათვალის მე-7 სართულიდან სწორად გადმოგდება რა არის როგორ აგდებს როგორ და ეს უხსნის ახლა ქვემო შუშები უნდა იყოს ზემოთ ხო იჯოხები ჩაკეცე საკაიფოდ და ეგრე გამოუშვი ჰორიზონტალურად ჰორიზონტალური იცის და ისე ატვიჩაი ხარ? აი თუ სწორად გამოუშვებ ატვიჩაი ვარ ძმა. და გამოუშვა. და აი როგორ ველოდები ხარ რა მოხდება? აი წარმოიდგინეთ რა როგორ ველოდები? უყურებ რა ხდება? და აიღო ტიმა აუ გატყდა. და იზემოდა. ძმობას გეფიცები, როგორც მითხარი, აი ცვეთში ეგრე ჩამოვაგდე. და ამან რა თქვა, ნუ ზნაჩი დავითარსე რა დღეს. იმიტომ რომ სწორად ჩამოვაგდე, შუშები ზემოთ იყო ეს ყურის ნაწილების საკაიფოდ აკეცილი, გატყდა. ესე იგი დაითარსა. აი სხვა რა შეიძლება მოხდარიყოთ, გარდა იმისა რომ დაითარსა ტიპი. აუ